არც რა ტანცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედი შობილა. მე სიმად ჯოგი დანავარ, ვინც სიღარებით ცნობილა. ჩემს გარდა ესეთ ყოფაში ბევრი სხვა გამოცხობილა, ყველა სამარე მოგელის, ვინც დედის მუცლით შობილა. თლათ მე მეკუთვნის ქვეყანა, თაში მთა ბარად ბარია, სხვა და ხმელეთი ერთიან, თას ვარსკვლავების ჯარია, დილით მზე მანათობელი, ღამის გუშაგი მთვარეა, იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის თუ დამეკეტეს კარია. ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასავჩხვერ ბუბუნებ, ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, მძინარეს ამას დუდუნებ, საწყალ საწყლობა რომ მესმის, იმათ ვარამზე წოწუნებ, არც რუსაკმო, მუდამ კოტიწობ ჩუჩუნებ. ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასავჩხვერ ბუბუნებ, ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, მძინარეს ამას დუდუნებ, ხანდახანდ ჟინი მომივლის, სიმღერას დავაგუგუნებ. ვაჟა ფშაველა ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა ფშავში, სოფელ ჩარგალში 1861 წლის 14 ივნისს. რომ დაიბადა, თვალებზე შავი თმა ჰქონდა ჩამოფარებული. მნახველებს უთქვამთ, ეს იმის ნიშანია, რომ სახელოვანი იქნებაო. ამ ნიშნისა თუ სხვა რა მიზეზის გამო მის მამას პავლეს ეს მესამე შვილი განსაკუთრებით ყვარებია. ვაჟას დედა გულქანი ამბობდა. 6 შვილი ისე გავზარდე, რომ მამას ვაჟას მეტი ხელში არავნა უყვანია. თორემ სხვა შვილების მიმართ კი მთიელთა წესი ცავდა. ვაჟკაცი ფშავ-ხევსურეთში ბავშვს ხელში არ აიყვანდა, სირცხვილად ითვლებოდა. ვაჟას მამას საკმაოდ კარგი თვითგანათლება მიუღია. კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას. თვითონაც კარგი მელექსე ყოფილა. ამ განათლების წყალობით პავლემ ხალხში დიდი პატივისცემა მოიპოვა. ისეთი, რომ ფშავ-ხევსურეთში დიდი თუ პატარა საქმეების გარჩევის დროს პავლე ერთ-ერთი მთავარი სიტყვის მქონე იყო ხოლმე. ამის შედეგი იყო ის, რომ პავლე რაზიკაშვილი ჩარგალში გაამწესეს მღვდლად. ვაჟას დედა გულქა მხიკელაშვილი უკანა ფშაველი ქალი იყო. გაბიძაურთა თემიდან. მასში მეტისმეტად იყო გამჟღავნებული ფშაველი ქალისათვის დამახასიათებელი სიმშვიდე, სათნოება, პოეტური სული და ყველასი და ყველაფრის სიყვარული და სიბრალული. სულზე არანაკლებ ლამბაზე ჰქონდა გარეგნობა. წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ სხვა მთიელი ქალებივით იცოდა უამრავი ხალხური ლექსი, ლეგენდა, გადმოცემა და ზღაპარი. ახუნის გორზე ჩამომავალ ვინმე უცხომ გზავს რომ დაინახავდა, საგზელს წაუღებდა. წინ დახვდებოდა ჭიჭახებთან და ეტყოდა დაჯექი შვილო, დაღლილი იქნები გემშიებო. ვაჟას დედა ჯერ ისევ გასათხოვარი ქალი იყო, როდესაც ერთი წინასწარ მეტყველური სიზმარი უნახავს. ამის შესახებ ვაჟა თავის ავტობიოგრაფიაში წერს. დედაჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამებეჭ და გულში დედაჩემის აი ეს ნაამბობი. ჯერ ისევ გასათხოვარი ქალი ვიყავ. მე და ჩემს ბიძაშვილ ქალს სხლოვანში, გარეთ, დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დანდგარი დადგა ისეთი, მეგონა მთა და ბარი თუ იქცევაო.
შეშინებული წამოვჯექი ლოგინზე, გავიხედე და მთელიცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვანის გორიდან გადაბმულები. ზეცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ წმინდა ხმაზე გალობდნენ, ისეთ კბილად ღმერთო იმაზე კარგს, რაც გაიგონებს კაცის ყურიო. ამ ჩვენებასაც რა თქმა უნდა თავისი ძალა ჰქონდა და მაფიქრებინებდა რომ ჩვენ დედმამის და მათი შვილების სვებეთში განგება იღებდა მონაწილეობას. ვაჟა რომ დაიბადა, გულქანსა და პავლეს უკვე ყავდათ ორი შვილი, გიორგი და მართა. შემდეგ შეეძინათ ნიკო, ანუ ბაჩანა, თედო და სანდრო. ვაჟა 10 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. 4-5 წლიდან უკვე ჩაბმული იყო ოჯახურ საქმეებში. ხბობატკანს წემსავდა, ჩიტებზე ნადირობდა, მარცსა და ჟოლოს კრებდა, ჩარგლურაში კალმახს იჭერდა. 10 წლისა ყოფილა ვაჟა, როცა მამამის ჩაუყანია თელავის სასულიერო სასწავლებელში. თვით ვაჟა წერს. სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შემატა. ჩემს ფანტაზიას ვერ აკმაყოფილებდა. იძულებული ვიყავი მიმემართა სხვადასხვა წიგნებისათვის. ესეთი უსარგებლო სწავლის მერე, მართლაც რომ დიდი ბედნიერება იყო ვაჟასათვის, თავის მშობლიურ ჩარგალში საშობაო თუ საზაფხულო არდადეგებზე დაბრუნება. ახ მთებო ამწვანებულო, როდის გაგნახავ თვალითა, ჩემო პატარა სოფელო, პატარაკაის ჭალითა, სვით გაბმულო მურყნებო, კალმახიანის წყალითა. აღ საჭამადო შვინდისა, ხის კოვზითა და ჯამითა, ნადუღო დედა ჩემისა, გამაძღო შენი ჭამითა, ეუბნა დედას ზღაპარი, მე მასმენინა ღამითა. 1867 წელს გორში გაიხსნა სამასწავლებლო სემინარია, რომელიც ამზადებდა სახალხო სკოლების მასწავლებლებს. პავლემ გადაწყვიტა, რომ ვაჟას ამ სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ სასწავლებელში მოსწავლეთათვის კვება და ჩაცმულობა მთავრობისა იყო. ვაჟას ძირითადი ყურადღება გორის სემინარიაში სწავლისას იყო მიმართული კლას გარეშე ლიტერატურის კითხვაზე. მან გორში შეისწავლა ჰერაკლიტე, სოკრატე, პლატონის რესპუბლიკა, ეპიკური, წაიკითხა ბეკონი, კანტი, სპენსერი და განსაკუთრებით ყურადღებით კითხულობდა გოეთეს მცენარეთა მეტამორფოზას. ეს იყო გოეთეს ის ნაწარმოები, რომელიც პანთეისტურ იდეას ატარებდა. ამიტომ ხომ არ დაინტერესდა ვაჟა ასე ამ ლექსით, რომ ვაჟაში უკვე იღვიძებდა პანთეისტური მსოფლმხედველობა, რაც მის ლექსებში და მოთხრობებში უკვე მჟღავდებოდა. აი გოეთეს ეს ლექსიც. შენ შედრწმუნებული ხარ სატრფოვ ამ ხშირად მზარდ ყვავილებით, რომლებიც ამ ბაღს ავსებენ. ყველა ყვავილის სახე თითქოს ერთნაირია, მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აქ საიდუმლო რამ კანონია. ონეტა შემეძლო სატრფოვ შენთვის ამ საიდუმლო კანონის დაუყოვნებლივ გახსნა. ზევით მიისწრაფის სცენარე, იქმნება ფერი და ნაყოფი, აღმოცენდება ის თესლისაგან, როცა დედამიწის სიაღი უშვებს მას ზევით, რომ ზეს დიდ მნათობს ჩააბაროს უნაზესი ფოთლები, რომლებიც ესესაა დასიწყებენ. შვიდად ეძინა ამ ძალას თესლში. პირველი სახე დამალული იყო მასში. ფესვი, ღერო და ფოთლები შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწეოდნენ მშრალი თესლის გარსში. ნამი რომ მოხვდება თესლს, თესლი იბერება. მცენარე მოულოდნელად გამოდის წყდიადიდან, რომ დააღწიოს თავი თესლის გარს, ყლორტს გაიკეთებს, ყლორტს ფოთოლი გამოაქვს, ფოთოლს რომ გამოიტანს, ჩდება შემდეგ ყვავილის კოკორი, რომელსაც ყურია უმაღლეს სილამაზე. შენ გაოცებული ხარ სატრფოვ, როცა ფოთლების თავზე ყვავილი წარმოიქმნება. ყვავილი გამოსცემს სურნელებას, რომელიც ყველაფერს აცოცხლებს გარშემო. გაიხსენე მაშინ ის პირველი შანასახი,
ჩვენი გზნობის უხილავად აღუჩქარებლად რომ გაიზარდა, გაიხსენეს ატფო, როგორ გაამყარდა ჩვენი მეგობრობაც. გიხაროდეს ყოველი დღე ჩვენი სიყვარულისა, რომელიც არის ახლოს უმაღლეს ნაყოფთან. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრებისთანავე ვაჟა გაამწესეს სკოლის მასწავლებლად ტოლად სოფელში, ერწოში, თიანეთის მაზრაში. ქვეყნისა და ხალხის სიკეთისათვის ანთებული მივიდა ვაჟა ტოლად სოფელში. მივიდა იმ იმედით, რომ ბავშვებს აღზრდიდა განათლებულ მოაზროვნე ადამიანებად. ვაჟა გაკვეთილების შემდეგ ისევ ბავშვებს დასწრიალებდა, უკითხავდა კლასს გარეშე წიგნებს. 1882 წელს ვაჟამ გაზეთ დროებაში გამოაქვეყნა სტატია ჭრელი ამბები ერწო-თიანეთიდან. ამ სტატიაში მან მიაყოლა ერთმანეთს იქაურის ბრწყინვალე თავადი ხიმშიაშვილი, რომელსაც საეკლესიო ადგილ-მამულები ჰქონდა მისაკუთრებული, იქაური მომრიგებელი მოსამართლე სიზოვი და სხვები. განსაკუთრებით მკაცრად ვაჟამ დაწერა თიანელი მღვდლების ყოფაქცევაზე, რომლებიც თავის ჯამაგის არ ჯერდებოდნენ და დაიწყეს კიდევაც სხვა გზით ფული შოვნა. წერილი მძლავრ აფეთქებას ჰგავდა. თიანეთის მაზრაში მღვდელი თუ ჩინოვნიკი, გლეხი თუ თავადი, კაცი თუ ქალი, ყველა ერთმანეთს შეასკდა. ვინ ლოცავდა ვაჟას და ვინ ლანძღავდა. იგრძნეს, რომ მოვიდა კაცი, ვინც ძილსა და მოსვენებას დაუკარგავს ხალხის ჩაგვრელებს. ბოროტი ძალა უცებ დაერაზმა ვაჟას თავიდან მოსაშორებლად. საჭირო იყო შანტაჟის მოწყობა, ვაჟას ანკეზე წამოგება. ეს შანტაჟი იკისრა მღვდელმა აღნიაშვილმა. მღვდლის სახლი და სკოლა ერთიან შემოღობილში იდგა. შუაზე უბრალო ღობე ყოფდა. აღნიაშვილმა ღობის გადმოწევა მოიწადინა და სკოლის ეზოს თლიანად მისაკუთრება. ვაჟამ ამის ნება არ მისცა. მღვდლის მიერ მოყვანილ მუშებს მარგილები გამოჰგლიჯა, დაამტრუია და გადაყარა. მღვდელმა შეუტია. ვაჟამ როგორც ესე დროს შეოდა, ხელის ტაცა ძირს მოისროლა და პანგურებით გააცილა ეზოდან. მღვდელსაც სწორედ ეგ უნდოდა. შევარდა შინ, გააშანშვალა საჩივარი და აფრენა ის ქრისტიანობის ამღდგენელ საზოგადოებაში. საქმის გამოსაძიებლად ამ საზოგადოების სახელით ჩამოვიდა ინსპექტორი ვინმე დარსკი. დარსკიმ ვაჟას მასწავლებლობას კარგი შეფასება მისცა. ბავშვების ცოდნის დონითაც კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მღვდლის ცემის ფაქტი ვაჟამ არ უარყო და საკუთარი განცხადებით განთავისუფლდა. ვაჟა ჩარგალში დაბრუნდა და დაიწყო ფიქრი უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე პეტერბურგში. ვაჟას მამას მისი გამგზავრება გაუჭირდა. იქ ხომ უკვე მისი უფროსი შვილი გიორგი სწავლობდა. ორივეს ფულის გადახდა მას არ შეეძლო. ვაჟამ დროხების მომრავლებაზე დაიწყო ფიქრი. იქნებ ეს საქონელი გაეყიდა და ცოტაოდენი ფულით გამგზავრებულიყო პეტერბურგში. შემოდგომაზე თავის მეზობელ ფშავლებთან ერთად საქონელი გამორეკა თბილისში გასაყიდად. ქალაქის მახლობლად მაშინ გრძანსა და დიღომში საქონლის ბაგები და ღამის სათევები იყო. ერთ-ერთი ესეთი ბაგი და დუქანი სოფელ გრძანთან ჰქონდა კულა გრძანელს, სახელგანთქმულ მოჭიდავეს. ვაჟამ და მისმა ფშაველმა მეზობლებმა თბილისს რომ მოაღწიეს, საქონელი ღამით კულას ბაგში შეყარეს. თვითონ კი დუქანში შევიდნენ პურის საჭმელად. კულა გრძანელს პატივით მიუღია ვაჟა და მისი ფშაველი მეგობრები. ვაჟა საუბრიდან გაუგია, რომ ვაჟას სწავლა უნდოდა პეტერბურგში, მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდა. გული გულს იცნობს და ღონე ღონესაო ნათქვამია. ვაჟკაცმა კაცმა გაიგო ვაჟკაცის გულის ტკივილი და დაიქადრა. გულა მოგეკდეს თუ პეტერბურგში არ გაგაგზავნო. თან შეგვირდა. ამა და ამ დროს თიანეთში მივდივარ საჭიდაოდ. შენც იქ იყავი და მთელს შემოსავალს შენ მოგცემო. მართლაც ასულა კულა თიანეთში, მის ჭიდაობას დიდძალი ხალხი დასწრებია და მთელი შემოსავალი იქვე გადაუცია ვაჟასათვის.
1893 წელს ვაჟა თავისუფალ მსმენელად შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი გულისხმობით ისმენდა ლექციებს, წიგნებსაც ბევრს კითხულობდა. ვაჟამ ქართველ სტუდენტთა ერთ-ერთი დამხმარე სალაროდან სესხად აიღო 50 მანეთი, მაგრამ ისიც შემოეხარჯა და დარჩა სრულიად ულუკმაპუროდ. მობეზდა ვაჟას ესეთი ყოფა. იმედგაცრუებულმა მიატოვა პეტერბურგი. 1893 წელს ისევ საქართველოში ჩამოვიდა. აღარ სტუდენტმა, აღარც პოეტმა, ბოღმით გულგასიებულმა ისევ თავის ჩარგალს შეაფარა თავი, მაგრამ ვერც იქ იყო მშვიდად, რადგან თავისიანების ზერაში სულ დაცინვასა და ეჭვს ხედავდა. არი ვარგეო, გამოგაგდესო. ამ დროს ვაჟას სულიერ განწყობილებას გამოხატავს ეს ლექსი. გაძაფხულს იამოდის თველში ირემი ყვირისო, ეს ჩემი გული ობოლი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთისპირად, ბუ გულსაკლავად კიოდეს. ნეტავ თუ კიდე სხვასაცა, ჩემებრივ გულის კიოდეს. მით ამ სუყველას ბოლო აქვს, სხვანიც კი დაშლებიანო, მას ჩემი გულის დამჭერლნი, რატომ არ გასწდებიანო. ჩარგალში ჩაკეტილი ვაჟა 1895 წლის შემოდგომამდე ებრძოდა თავის უიმედო მომავალს, მაგრამ დრო არის ყველაფრის მკურნალი. ბოლოს ბედმა მაინც გაუღიმა. გორის ახლო მდებარე სოფელ ოთარაშენში, თავად ოთარ ამილახვარის ოჯახში მიიწვიეს შიდა მასწავლებლად. ამილახვრის შვილს გიორგის, ვისთვისაც ვაჟას უნდა ესწავლებინა, სწავლა მაინცსა და მაინც არ უნდოდა. ცუდად იყო აღდილი, ჯიუტი იყო და თავნება. მასწავლებლისა ვერაფერი რომ ვერ შეისმინა, ერთხელ მოთმინებიდან გამოსულმა ვაჟამ ლაწანე ადინა ყბაში. აბა ვაჟა რა ვაჟა იქნებოდა. გიორგის ძალიან ემწარა ფშაური სილა. გავარდა, კედელზე ჩამოკიდებულ თოფს ეცა. ატყდა ერთი წივილი კივილი. მოვარდნენ შინაურები და მოახლეები. ამშვიდებდნენ გიორგის, ის კი უფრო გულდაგულ იწევდა ვაჟასაკენ და თან გაიძახოდა. ჰაი იმ დროებას რა უთხარი რომ ვიღაცა ფშაველმა ამილახვარსაც სცემაო. ვაჟა სილამ კარგი შედეგი გამოიღო. გიორგი ცოტა მოჭკვიანდა, დაძიჯდა და მერე ძალიან დაუმეგობრდა ვაჟას. ამ დროს ვაჟას ბედმა გაუღიმა. ოთარ ამილახვარის მოახლე და მისი უკანონო შვილი კეკე ნებერიძე შეუყვარდა. ვაჟამ კეკეს ცოლად მოყვანის სურვილი გაანდო სხვა მოახლე ქალებს და შუამდგომლობას თხოვა კეკესთან. სიხარულით უშუამდგომლეს ამ ქალებმა ვაჟას და არც კეკეს უთქვამს უარი, რადგან არ იყო გულგრილი ამ მოხდენილი და ნიჭიერი ვაჟკაცის მიმართ. კეკე ქვრივი იყო, მისი უდროოდ გარდაცვლილი ქმარიც მასწავლებელი ყოფილა. კეკე კი დათანხმდა, მაგრამ კნეინა დადგა უარზე. არ ეთმობოდა კარგი მოახლის გაშვება. ვაჟას ურყევმა განცხადებამ რომ სულ ერთია მოიტაცებდა დათმობინა კნეინას. ვაჟამ მამამის შეუთვალა ჩარგალში რომ ცოლი მოყავს და დააბარა. გამოეგზავნა კაცები გზაში შესახვედრად. პავლემ 10 მაგარი ფშაველი გამოგზავნა შეკაზმულ-მოკაზმული ცხენებით. გზაში მათ ბაჩანაც შეუერთდათ. ამოიარეს არაგვი და ჩარგალში ამოვიდნენ. ჩარგლის ხალხი სიხარულით შეხვდა ვაჟას დაქორწინებას. ჯერ ერთი იმის გამო რომ ვაჟამ ცოლი მოიყვანა. მეორე, მათ ძალიან მოეწონათ კეკე, რომელიც ვაჟას დედას გულქანს გავდა სიყოჩაღით. კეკესადმი სიყვარულმა ვაჟაში შემოქმედების ახალი დიდი სურვილი დაბადა. 1896 წელს ვაჟამ დაწერა ბევრი პოემა, მოთხრობა, სასიყვარულო ხასიათის ლექსი, აი ლექსი, რომელიც მან კეკეს მიუძღვნა. რამ გაგაჩინა ქალაულ ერთმად აწილო წელშია, ნეტავი ხელით შემახო, შენ რომ ვარდი ყავს მკერდშია. რომ დავიხოცნეთ, იქაცა, კიდევ გიპოვი მკტრებშია. შენ სიკით ვინც თქვა რომ იყოს, ქალი, კაცი თუ ქვეყანა. მოვკვდე შენს დაუტირებლად, თუ შეგადა რომ ზესთანა, თუნცრულად გასხდნენ ვარსკვლავნი, მზემთან ჩაიცვა შავები, ისეც მზეობას მიზამენ შენი პოფინა თვალები.
დაოჯახების შემდეგ კიდევ უფრო მწვავე დადგა ვაჟასათვის სამუშაოს პოვნა. იგი ხომ თავის პროფესიად პედაგოგობას ათვლიდა. ვაჟა ჩამოვიდა თბილისში, მოიკითხა და გაიგო, რომ სოფელ დიდთონეთში თავისუფლდება მასწავლებლის ადგილი. მან მაშინვე დაწერა განცხადება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში, რომელსაც ეს სკოლა ეკუთვნოდა. გამგეობამ ილიას მეთაურობით დანიშნა ვაჟა მასწავლებლად დიდთონეთში. ვაჟამ იქ თავისი ცოლშვილიც წაიყვანა. დიდთონეთი მანგლისის მხარეს იყო, თბილისიდან 40 ვერსის დაშორებით. იქაურებს ძალიან ბუნდოვნად ესმოდათ სწავლის სარგებლობა. უფრო იმას ცდილობდნენ, რომ თავისი შვილები ვაჭრებისათვის მიეცათ შეგირდებათ. ვაჟამ თავიდანვე მკაცრად მოსთხოვა შეუგნებელ მშობლებს, რომ მათ შვილებს ყოველდღიურად ევლოთ სკოლაში. ხშირად თუ თხოვნა და თქმული სიტყვა არ გაშლიდა, უბრალდებოდა კიდევაც, ჯარიმითაც კი ემუქრებოდა. ვაჟა მასწავლებლის სარბიელად თვლიდა არა მარტო სკოლას, არამედ მთელ სოფელს. მან მოსახლეობაშიც გააჩაღა საგანმანათლებლო მუშაობა. ვაჟა ამ დროისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი პოეტი იყო. დაინახა ხალხმა, რომ მას მათთვის და მათი შვილებისათვის სიკეთე უნდოდა. ვაჟა შეიყვარეს და გულით მიენდნენ. ვაჟა თავიდანვე ცუდ დამოკიდებულებაში იყო დიდთონეთის ეკლესიის მთავართან. ის სულ საყვედურობდა ვაჟას. რატომ წირვა-ლოცვაზე არ დადიხარ, მარხვას რატომ არ ეცავ? ვაჟა პასუხობდა: მარხვა ის არის, კაცი არ მოატყუო, არ დააბეზღო და ბოროტება არ ჩაიდინო. ბავშვების გონების გასახსნელად ვაჟას ისინი ბუნებაში გაყავდა და იქ უკითხავდა ხალხურ ლექსებს. ვაჟა თავის მოწაფეებს ფიზიკურადაც წვნიდა. ჭიდაობას ასწავლიდა და თოფის როლაშიც ავარჯიშებდა. ერთხელ ვაჟამ დიდთონეთის ეკლესიის გალავანზე ნიშანი მიაკრა. თავისი მოწაფეები წაიყვანა იქ და მათი თანდასწრებით დაიწყო ნიშანში თოფის როლა. თავის მოწაფეებსაც ასრულებდა. თოფის ხმაზე შეიძრა მთელი სოფელი. მამა სახლისი და ეკლესიის მთავარი ფაცი-ფუცი წამოადგენ ვაჟას თავზე. ეგონათ შეაშინებდნენ რა კი დანაშაულზე წაასწრეს. როგორ გაბედა და ეკლესიასთან თოფი ისროლაო. ყვირილითა და მუხარით მოსთხოვეს ვაჟას, შეეწყვიტა სროლა და მოსცილებოდა იქაურობას. ვაჟა დაერია მამასახლისთან მღვდელს, ჯაჭვები ჩამოუყრიჭა და ცემატყებით გარეკა სოფლისაკენ. ეხლა კი მიეცათ საბაბი ვაჟას თრებს ველური მთიელის თავიდან მოსაშორებლად. იმავე დღეს აფრინეს საჩივარი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძის სახელზე. 1898 წლის 11 ივნისს ილიამ შეკრიბა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა. მიუხედავად იმისა, რომ ილია ვაჟას დიდ პატივს სცემდა, გამგეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ვაჟას დიდთონეთის სკოლიდან გამოთხოვის შესახებ. მაგრამ ილიამ მაინც გაუწოდა ვაჟას ხელი. მან მიიწვია ვაჟა ივერიის რედაქციაში სამუშაოდ. ვაჟას მისცეს გასასწორებლად კორესპონდენციები, ათარგმნილებდნენ წვრილმან ამბებს რუსული გაზეთებიდან. ადვილად წარმოსადგენია, რა მძიმე იყო ვაჟასათვის თავის საყვარელი საქმის მასწავლებლობის მიტოვება. ვაჟა თვლიდა, რომ მის ქვეყანას საქართველოს გადაარჩენდა მხოლოდ და მხოლოდ განათლება. მასწავლებლობა მისთვის არანაკლები საღვაწი იყო, ვიდრე მწერლობა. ვაჟამ სულ რამდენიმე დღე იმუშავა ივერიაში. ერთ დღეს სამსახურში რომ მივიდა, ერთმა ქალბატონმა შენიშვნა მისცა: ბატონო ვაჟა, თქვენი მაგი და მიულაგებელია. ვაჟა ადგა, თავისი წიგნები, ქაღალდები და კალმისტარი ჩააწყო ხურჯინში, დატოვა ივერია და გაეშურა ჩარგალში. მიუყვებოდა ის არაგვის ნაპირს, მიდიოდა ფეხით, როგორც დადიოდა ის ახალგაზრდობაში, გორის სასწავლებელიდან ჩარგალში, ზაფხულის არდადეგების დროს. დამწუხრებულმა არაგო, რო გნახე გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო, რა ლამაზია წყეულო, შენ ზვირთა ლაღნი ჩქერანი, გააფთრებულსა ტალღასა კლდეს რომ წაულე მტქერანი. გულიც იქ იწევს, თვალიცა იქ რომ მაღალი მთებია, ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა, ვის ძუძუს პირში გდებია,
იმათ კალთაზე მოვკვდები, მათ ლოდიც გულზემდებია. 1888 წლის შემოდგომიდან ვაჟა ჩარგალში უკვე სამუდამო დასახლდა. თავის კეკესთან და თავის შვილებთან ერთად. მასთან იყო მისი დედა გულქანიც და მამა პავლეც. მისი და-ძმები ამ დროს იქ აღარ ცხოვრობდნენ. ვაჟა რომ ჩარგალში დასახლდა, მისი მშობლები ყოველნაირად უწყობდნენ ხელს, რომ მას წერა გაეგზელებინა. ამ დროს ვაჟა ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა. დაწერა ლექსები, წამს მარად მიწამებია, ომის წინ ჯარის სიმღერა, თადაბარი, ნატურა და ჩივილი ხმლისა. რაც მთავარია, ამ დროს მან დაწერა პოემა ალუდა ქეთელაური. ალუდა ქეთელაური რომ დაწერა, ვაჟა სულ 27 წლისა იყო. მარტო გლეხური შრომით მიღებული მცირე დოვლათი არ ყოფნიდა ვაჟას ოჯახს. ვაჟამ დაიწყო ფიქრი თავის ნაწარმოებების გაყიდვაზე. ის თბილისში გვიან შემოდგომით ჩადიოდა, როცა სასოფლო სამუშაოებს დაამთავრებდა ხოლმე და თავისი ნაწარმოებები სხვადასხვა რედაქციებში მიჰქონდა დასაბეჭდად. თავდაპირველად ვაჟას ლექსები და მოთხრობები დაბეჭდა გაზეთმა იმედმა. ამის მერე დროებამაც. მოგვიანებით კი გაზეთ ივერიაშიც გამოქვეყნდა ვაჟას ნაწარმოებები. 1899 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გადასწყვიტა ვაჟას ნაწარმოებების ცალკე წიგნად გამოცემა. წიგნი უნდა დაბეჭდილიყო ივერიის რედაქციაში. საზოგადოებამ ვაჟას, როგორც ლიტერატურული მასალის მომწოდებელს, ჩამოართვა პირობის წერილი, სადაც ვაჟა წერდა. ვაძლევ წერა-კითხვის საზოგადოებას ჩემი ნაწერების წიგნად ერთხელ გამოცემის ნებას, არაუმეტეს 600 ეგზემპლარისა. ყველა მოთხრობა მოთავსებული უნდა იქნას ერთ წიგნში, გამგეობამ გასამჯელო უნდა მომცეს 3 თუმანი. ამის შემდეგ წერა-კითხვის საზოგადოებამ შეადგინა კომისია ვაჟას მიერ მოწოდებული მოთხრობების განსახილველად. პირველად გეგმა ანასტასია წერეთელს, ხოლო შემდეგ მთავარ რედაქტორს დავით კარიჭაშვილს გადაეცა. ჩემის აზრით, ამ მოთხრობებში ივარგებს დათვი და უძვრული ვირი და ამით საქმე გავათავათო, განაცხადა წერეთელმა. ხოლო დავით კარიჭაშვილმა დაუმატა ანასტასია წერეთელის ცნადებას კიდევ 2 მოთხრობა, სვავი და ამოდის ნათდება. გამგეობამ გადაწყვიტა მოთხრობების წიგნად გამოცემა და რატომღაც დაარქვა მას საღმაწვილო საკითხავი. ვაჟას პირველი წიგნი მალევე გაიყიდა. თბილისში ამ წიგნს ყველა კითხულობდა. ფშავ ხევსურეთში ხომ ისედაც ყველა მზეპირად იცოდა ვაჟას ლექსები და მოთხრობები. 1890 წლის ზაფხულში ვაჟას ბიძამ წარეამ სოფელ ბოწახში ხარი დაკლა და იაფად მიყიდა ვაჟას ხორცი. ვაჟამ თითქმის ნახევარი ხარი აღკიდა ცხენს და შინ წამოიღო. გამოჭრა ხორცის თბილი ნაწილები, კასრებში ჩაამარელა და ძვლიანი ბუხრის თავზე ჩამოხკიდა გასახმობად. ამ საქმიანობის დროს ვაჟამ თვალზე მოისვა ხორციანი ხელი. მეორე თუ მესამე დღეს მას სიცხე მისცა. თვალის ქუთუთოზე ქავილი დაეწყო და ზედ მუწუკიც გამოუვიდა. თურმე დაკლული ხარი ჭირიანი ყოფილა. ეს არც ვაჟას ბიძამ წარეამ ეცოდა და არც ვაჟამ. ამის მერე ვაჟა ჩაწვა ლოგინში და მთელი თვე ლოგინიდან არ ამდგარა. მშობლებმა და ცოლმა კეკემ ეს ამოდენა ხორცი სულ მიწაში ჩაფლეს, რომ ძაღლებსაც კი არ ეჭამა. ვაჟას დედამ კურნალობდა ვაჟას შინაური წამლებით, სხვა მხრივ განკურნა, მხოლოდ თვალის ქუთუთოს ვერ უშველა. მაშინ ვაჟა თბილისში წამოვიდა და ოპერაცია გაიკეთა. მკლავიდან ხორცი ააჭრეს და თვალზე მიაკრეს, მაგრამ თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული და ცრემლ მდინარე დარჩა. ესეთი თვალის გამო ფშავლებმა ვაჟასათვის შერქმეულ რაზიკან დევს ცალთვალა დაუმატეს და ეხლა რაზიკან ცალთვალა დევს ეძახდნენ. ამავე წლის შემოდგომაზე ვაჟას დიდი უბედურება დაატყდა თავს. 1890 წლის 16 სექტემბერს 56 წლის ასაკში ცვალებისაგან გარდაიცვალა მისი დედა გულქანი, ხოლო 22 სექტემბერს მამა პავლე ცხელებისაგან. ეს მოულოდნელი უბედურება მეხის დაცემას აკავდა. ვაჟა დარჩა მარტო მამისეულ სახლში. მას ოჯახის საქმე თვითონ უნდა ეკეთებინა. მოეხმნა, დაეთესა, მოემკა, გაეთიბა,
შეშამოეძიდა ნავთი და მარილი და სხვა ოჯახური წვრილმანი შეეძინა. ეხლა მეტი გზა აღარ იყო. ყველაფერი თვითონმა ეკისრა. რაც არ იცოდა უნდა ესწავლა და ისე ერჩინა ცოლ-შვილი. წერის დრო აღარ რჩებოდა. სად და რა პირობებში წერდა ვაჟა. ვაჟამ თავისი საცხოვრებელი სახლის ერთ მხარეს გადაიტიხრა სამუშაო ოთახი. აქ ედგა თავის ხელით გაკეთებული პატარა მაგიდა და ტახტი. ამ ტახტზე მისი მონადირებული დათვის ტყავი იყო გადაფარებული. ვაჟას საძინებელი ტახტი ოთახის იმ კედელთან იდგა, რომლის გარეთა მხარე მთის ფერდობში იყო ჩაშენებული. ეს კედელი ნესტიანი იყო. ვინიცის ეგება ამან განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ვაჟას ფილტვები დაუზიანდა. 1902 წელს ივერიამ გადაწყვიტა ვაჟას მეორე წიგნის გამოცემა. წიგნის გამოსვლამდე ვაჟამ ივერიას სთხოვა სესხად 50 მანეთი. სესხის მიღების შემთხვევაში ის იძლეოდა პირობას, რომ მთლიანად გადასცემდა საავტორო უფლებებს რედაქციას. ამ მეორე წიგნისათვის ვაჟამ შესთავაზა გამგეობას ახალი ნაწარმოებები. ჩვენი მამალი, სისხლის ძიება, ერემ-სერემ სურემიანი და რაც მთავარია, პოემა გველის ჭამელი, რომელიც მან 1901 წელს დაწერა. საზოგადოებამ ვაჟას გადაუგზავნა მხოლოდ 25 მანეთი. ივერიაში რატომღაც არ ჩქარობდნენ ვაჟას მეორე წიგნის გამოცემას. 1902 წელს ვაჟამ კიდევ ერთხელ სთხოვა ივერიას სესხად 25 მანეთი, მაგრამ რედაქციამ შეუძლებლად ჩათვალა მისი თხოვნის დაკმაყოფილება და მისწერა. თუ ავტორს მოთმინება არ ყოფნის, შეუძლია თავისი ნაწერები სხვას გადასცეს დასაბეჭდადო. ვაჟას თავმოყვარეობა შელახული იყო და ვაჟამ ცალმხრივად გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ივერიასთან. გველის ჭამელი ვაჟას ცხოვრებაში წიგნად საერთოდ არ გამოსულა. ვაჟას ორი უდიდესი პოემა ალუდაქეთელაური და გველის ჭამელი გამოქვეყნდა წიგნებად მხოლოდ მისი სიკვდილის მერე. 1902 წელს ზამთარში ვაჟა ხორბლის ჩამოსატანად წავიდა ყვარელში, იქ გათხოვილ თავის დასთან. საკმაოდ დიდი თოვლი იდო. შუაფხოდან ყვარლამდე დიდი გზა იყო გასავლელი. ჯერ უნდა გადაევლო ახუნის გორი, რომ მოხვედრილიყო ივრის ხეობაში. შემდეგ ახმეტაში ჩასულიყო. აქედან ართანა, ნაფარეული, გრემი, შილდა და ასე უნდა მიეღწე ყვარლამდე. ამას რამოდენიმე დღე სჭირდებოდა. ამასობაში ჩარგალში თოვლმა მოიმატა. ვაჟას ცოლი და შვილები ობლად იყვნენ დარჩენილი სახლში. ვაჟას დაბრუნება უგვიანდებოდა. კეკე ადგა და მარტო წავიდა მთაში საქონლისთვის თივის ჩამოსატანად. ფშავლები და ხევსურები ზაფხულში თივას რომ თიბავენ, იქვე აზვინებენ და მეერე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ჩამოაქვთ სოფელში. კეკემ ზურგზე აიკიდა უშველებელი თივის ზვინი და სოფელში წამოიღო. ამ დროს კეკე ორსულად იყო. სიმძიმის თრევა მუცელი მოსწვიდა. თივა კი მიიტანა სახლში, მაგრამ რომ დაწვა, სისხლის დენა დაეწყო. მეზობლები პატრონობდნენ, მაგრამ მდგომარეობას ამძიმებდა ისიც, რომ კეკეს ორ ქალიშვილს ამ დროს კუნთრუშა ჰქონდა. მეზობლები იმის შიშით, რომ ჩვენ შვილებს არ გადაედოსო, ცდილობდნენ ნაკლებად შესულიყვნენ კეკესთან. კეკე სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. ერთ-ერთმა ვაჟას ჩარგლენმა მეზობელმა იკისრა ვაჟასთვის ამბის ჩატანა. ყვარელში ჩასულს ვაჟა და მისი დისშვილი მიხა სანადირო წასულები დახვდნენ. მიხა იგონებს. მე შველს ვატყავებდი, ვაჟა კი პაპიროს ეწეოდა. ქვევიდან ერთმა ქალმა დამიძახა, ჩამოდი, შენთან საქმე მაქვსო. მე ჩავედი, ქალი მეუბნება, ფშავიდან კაცი ჩამოვიდა, ამბავი ჩამოიტანა, ვაჟას ცოლი მოკდომიაო. მე გავშლი, გული შემიწუხდა. ვერ გავუმხილე ვაჟას ეს ცუდი ამბავი. შემდეგ ვიღაც ფშავლის ბიჭი ამოვიდა და ახალა ვაჟას ეს უბედურება. ვაჟამ ერთი ამოიგმინა, ყველაფერს თავი მიანება და მართას ბინისაკენ გაემართა. ვაჟას იმ ღამესზე უნდოდა სახლში დაბრუნება. ძლივს დააშოშინა მართამ, რომ ხვალ მეც გამოკვებიო. ვაჟამ მხოლოდ ცოტაოდენი ღვინო დალია და პაპიროზზე ეწეოდა. თან თავისთვის ლაპარაკობდა. რა ვქნა, ადამიანი არ არის სახლში, რომ პური გამოაცხოს, ბავშვებს დაურეცხოს და დააძინოს. მე ხომ არაფერი მესმის ოჯახისა.
არ შემიძლია გავაკეთო ის, რაც ქალის საქმეა. როგორც იქნა გათენდა. შეკაზმეს ორი ცხენი, ერთზე ვაჟა იჯდა, მეორეზე მართა. გადახკიდეს ცხენებზე ტომრებით პური, ვაჟას ნანადირების შვილის ხორცი და დაადგნენ გზას. ვაჟა სანამ სახლში დაბრუნდებოდა, კეკე უკვე დაემარხათ მეზობლებს. კეკეს ერთი ქალიშვილი თამარი იხსენებდა. აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი დავად, მე და ჩემი და. მახსოვს მხოლოდ რომ თოვლში ფეხშიშველა ფეხებით ჩვენ ნათესავებთან ჭიჭახებს გადაღმა ბაცილანთას საჭმლის სათხოვნელად გადავედით. შინ რომ დავბრუნდით, ფეხშიშველი ვიდექი სახლის გვერდით აშენებულ ყორის თავზე და გზას გავსქეროდი, მამის მოლოდინში. ბოლოს გზაზე ცხენებზე ამხედრებული ქალი და მამაკაცი გამოჩნდნენ და ჩვენს კარებთან მოვიდნენ. დედაკაცი ჩამოხდა ცხენიდან, ჩემთან მოვიდა და გულში ჩამეკრა, ვაი შენს მამიდასო მითხრა. რა რიგად დამშრალი ტუჩები გაქო, რა რიგად დამზრალი ფეხებიო. შიშველს გაყინულ ფეხის გულებზე ხელების მომიჭირა, ატირდა, ფეხები ფესტამალში შემიხვია, სახლში შემიყვანა და ბუხართან მემიყვანა. როგორც შემდეგ გავიგე, ეს ქალი მამიდა ჩემი იყო და ეს კაცი კი მამა ჩემი. კეკეს სიკვდილზე ვაჟამ ეს ლექსი დაწერა. იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამშიაო, მაგრე მოხდენით ლამაზო თავი რომ აგიღიაო. შენ თუ გონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო, ნუ მოხვალ მიწას ეფარე, მოცლაში არ აყრიაო. ნუ ნახავ მზესა ინანებ, განა სულ მუდამ ზეაო. მიწავ შენ გებარებოდეს, ეს შემი ტურფაიაო. შენე პატრონე ემშობლე, როგორც რომ შენი ზნეაო. ვაჟა დარჩა მარტო სამშვილთან ერთად. ძმები სათანადოდ ვერ ეხმარებოდნენ. გიორგი თიანეთში მუშაობდა, თედო ქართლში, სანდროკი თბილისში. ვაჟას უფრო ბაჩანა და მისი ცოლი ედგნენ ხარში. ისინი ჩარგლიდან ახლოს მაღაროს კარში ცხოვრობდნენ. ასე გაატარა ვაჟამ 3 წელი. ისე უყვარდა თავისი კეკე, რომ სხვა ცოლის მოყვანის გაგონებაც არ უნდოდა. ბოლოს ბაჩანას და მისი ცოლის შაციება მაინც გაჭრა. მათ ვაჟა დაარწმუნეს, რომ ეგრე მარტო ამ 3 შვილთან ერთად თვითონაც დაიღუპებოდა და ბავშვებსაც დაღუპავდა. თავის კარგმა მეგობარმა ბესო შანიძემ სოფელ ხორში მცხოვრები გიორგი დათებაშვილის ქალის თხოვა ურჩია. ვაჟა როგორც იქნა დაეთანხმეს. დათქვეს დრო და ერთ შაბათს ვაჟა და ბაჩანა დარახტული ცხენებით გაეშურნენ გუდამაღარში. საყვირის ქედი გადაიარეს და ჩაეშვნენ სოფელ ხორში. დათებანდ გიორგი გამოიგება სტუმრებს, მაგრამ წარბი შეიკრა. მიხვდა მათი სტუმრობის მიზეზს. საით გაგიწევიათო, კითხა. ჩემთან რა საქმე გაქვთ? საითაც გაგვიწევია, იქ მოვედით, მიახარა ბრაზიანად ვაჟამ. შენი ქალი თამარი უნდა წავიყვანოთო. არც ამ ცხენია და არც მეშინია. გიორგი გაშრა, აიმრიზა, მაგრამ სტუმრები შინ შემოიპატიჟა. ისე არც ნახმობას ამბობდა, არც უარს. ბოლოს მაინც დაეთანხმეს. ბაჩანა მოძებნა ბიძაშვილ ქალებთან გადამალული თამარი მოიყვანა მამამის სახლში და ვაჟას გვერდზე დაუსვა. ვაჟამ შეათვალერა თამარი, მართლა ისეთი ზორბა ქალი გამოდგა, როგორც ეუბნებოდნენ. გიორგი ფეხზე წამოიჭრა და კედელზე ჩამოკიდებულ ხანჯალს მისვდა. დამძიმდი ფშავლებო, თორემ არწივის ბუნებისა ვარო. ვაჟას და ბაშანას მხოლოდ ეღიმებოდათ გუდამაყრელის ფახიფუხზე. გონი დაიტანე კაცო, ხათაბალ არაფერი ასტეხო. თამარმა ცრემლით ჩამოყარა. მომკალი, მე მომკალი. ამათ რასერჩი მოთქვამდა თამარი. და ისიც თქვა, ჩემს თავს ესენი მირჩევნიაო. გიორგიმ ვაჟა გაიხმო მეორე ოთახში და ხელწერილს დაწერა სთხოვა, რომ ქალს შეინახავდა. მეორე დღეს თამარს საპატარძლოდ შეუკაზმეს ცხენი, ზე დასვეს და მანაც ვაშკაცურად მიაყურა ცხენი ქმარ მაზლს. ბზითები შემდეგისთვის გადადეს. მაღაროს კარში ბაჩანას სახლში რომ მივიდნენ, ვაჟამ და ბაჩანამ უმცროს გოგოებს ახარეს. შვილებო, დედა მოგიყვანეთო. ბავშვები სიხარულით შემოეხვინენ თამარს. ბაჩანას ცოლი სათნო და კეთილი ადამიანი იყო. გვერდზე მიუჯდა თამარს და უთხრა, გული უჩვენე ბავშვებსო, ცოდვები არიანო. თამარიც მიეფერა ბავშვებს.
გადაწყვიტეს, რომ ბავშვები მაშინვე წაეყვანა ჩარგალში. ბავშვები ცხენებზე შემოისვეს და წავიდნენ შინ. იქ ლუკას უფროსი ქალვაჟი, თამარი და ლევანი დახვდნენ. ვაჟას ახალნათხოვი ცოლი შემდეგში წერდა. დამხვდა ღარიბი, არეული, 10 წელი დაწაწილი ოჯახი. უდედო დაუბანელი მოულელი ბავშვები. მისვლისთანვე დავაკრიალი სახლი. სისუფთავეს და საოჯახო საქმეს ბავშვებიდანვე ვეყავი შეჩვეული. რაკი თამარმა ვაჟას ოჯახში ყველაფერი ფეხზე დააყენა და ვაჟა ზოგიერთი საქმეებიდან განთავისუფლა, ვაჟას ისევ დაუბრუნდა პოეზიის ჟინი. პოეტური შთაგონება მას ერთ ლექსში არწივთან აქვს გაიგივებული. აღარ მესტუმრა არწივი, აღარ დამყეფა თავზე და არც არო კარგი მალაღებს, აღარ საბჯავრო ფავზე და სულ სამხდის მტერი, ტყავს მაძრობს, ჯალათად მადგა კარზე და არა შანს შემი არწივი, რომ ხარე დამკრას ხარზე და მოდი არწივო, სადახარ, შორითვე გიცნობ ხმაზე და შენს მოსვლას, როცა კი ვიგზნობ, გამოვიცვლები წამზე და მყის ვტოვებ დედამიწასა, გადავსახლდები ცაზე და ხან ფანდურ შევაჟღარუნებ, ხან დავამღერებ თარზე და ხან სტირი, ხან ვლოცულობ, ხან ბრას შხამს ვანთხევ ბრაზზე და როცა არწივი თან მახლავს მიზის მარჯვენა მხარზე და მეფისა მადგას გვირგვინი ვზივარ სამეფო ტახტზე და შეურაცხყოფას ვინ მკადრებს სალამს მიზღვნიან ცდაზე და როცა არწივი წამივა ჩვარე ვარ მცირე ჩვარზე და დამალეთ ნუ გამომაჩენთ არ შესწრეთ დამსვათ ჯარზე და წერის ჟინი ვაჟას ხშირად მუშაობის დროსაც მოუვლიდა ხოლმე. ვაჟას მეუღლე თამარი იხსენებდა. ერთხელ მე და ლუკა ყანას ვკიდით. იმ ხანებში რომელიღაცა პოემაზე მუშაობდა. ყანა ძალიან გადამწიფებული ჰქონდა. შუადღე გადასული იყო. ყანა უნდა მოგვემკოს სასწრაფოდ. ლუკას უცებ რაღაცა აზრი მოუვიდა, დამგარ სათიბი ძირს დაყარა და აჩქარებულ ნაბიჯით თაეშვა თავქვე შინისაკენ. მივაძახე კაცო სად მიდიხარ, ყური არ მათხოვა, გზა განაგრძო, მაშინ მივხვდი რომ საწერად მიდიოდა. ასე სხვა დროსაც მოქცეულა ვაჟა, ისევ თამარი იგონებს. საკვირველი კაცი იყო ეგ საწყალი. ერთხელ გუთანი შევაბით, 5-6 კვალი გავიტანეთ. უცებ ელდა ნაკრავივით მოიფიქრა რაღაცა. მითხრა ცოტა ხანს ეს ხარები შევასვენოთო, რაღაცა მომაგონდა, შინ ჩავივლი და თუ დავიგვიანე, ხარებს სამხარს მე ამოუტანო. გაუშვი ხელი გუთანს, სახრეს გადააგდო და ჩააფარდა შინისაკენ. მე ხარები გავაჩერე. კარგა ხანს ვიჯექი გუთანთან, კინაღამ ერთი წინდა მოგსოვე. რომ აღარ და აღარ ამოიარა, თქვი ხარებს სამხარს მაინც ვაჭმევო. წავედი შინისაკენ თივის ამოსატანად. ეზოს რომ მივახლოვდი, იქ ჩემ ბალღებს მოეყარა თავი. მითხრეს ვაჟამ გამოყარა სახლიდან. აქ აღარ შემოხვიდეთო. კარებში ნელ-ნელა შევიხედე და დავინახე, ვაჟას ტახტთან მიედგა მაგიდა და თავჩაღუნული რაღაცასაც წერდა. სხვათა შორის ფიროსმანიც ეგეთი იყო. ერთმა მედუქნე მოუყვა გოგლა ლეონიძეს. საწყალი იყო ნიკალა, twin დასეთყვიდი. უცებ რაღაცა მოაგონდებოდა, გავარდებოდა და ხათვას იწყებდა. სამართლიანობა ვაჟას ერთ-ერთი მწამსი იყო. არაგვის გაღმა ერთ ადგილას ჯერ კიდევ ვაჟას მამის დროს კლდე ჩამოიშალა. პავლემ და მისმა მეგობარმა თუშმა ეს დაინახეს. კლდიდან თბილი წყალი გამოდიოდა. გააცინჯეს და მიხვდა რომ ეს წყალი ჩვეულებრივი არ იყო. გამოთხარეს მიწა და ორმოში დააგუბეს. დრო გამოშვებით ბანაობდნენ შიგ. შემდეგში ამ წყალმა გაითქვა სახელი და ავანტყოფი ხალხიც თანდათან მოემატა. წყლის გამოყენება უფასო იყო. ამ დროს გამოხდა ერთი ტყვის მცველი მიგრიაული და გადაწყვიტა ამ წყლის მისაკუთრება. ეს ტყის მცველები მაშინ ფშავში, როგორც პოლიცია ისე იყვნენ. ერთხელ ყვება ერთი ფშაველი ქალი, მივედი საბანაოდ და მიგრიაულმა ფული გადაიხადეო. რაკი მე ფული არ მქონდა, უკან დაბრუნდი სახლში. ჩვენსაც ვაჟა დამხვდა.
ეს რომ ვაჟამ გაიგო, წამოხდა ზეზე და მითხრა: "წადი ეხლა ვიბანავე, მე მოვალ და სერს უყურეო." წავედი, არ გასულა დიდი დრო, რომ ვაჟა გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული თოფით ხარზე. "ვინ არის რომ ხალხს ფულს ახდევნებს?" იკითხა. მიგრეული იქ აღარ იყო. ვაჟასთვის შორიდან შეეხედა და შიშით გაქცეულიყო. ვაჟამ ხალხს გამოუცხადა უფასოდ იბანავეთო. ვაჟას მამას პავლეს ერთი პატარა დუქანი ჰქონდა არაგვის პირში. ეს დუქანი მემკვიდრეობით დარჩა ვაჟას. ვაჟამ ეს დუქანი ითაკილა და გაყიდა. ან კი როგორ ისარგებლებდა დუქნით, როცა მისი შეხედულება დუქანზე ქვეყანა მიცოდა. აი რას წერდა ის ერთ-ერთ თავის საგაზეთო ფელეტონში. ჩვენს ხარეს სხვათა შორის ერთი ჭირი სჭირს და ამ ჭირით მარტო ჩვენ არა ვარ დავადებულნი, არამედ ჩვენის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების. ეს ჭირი სამი კიტნოების გამრავლება გახლავთ. საცა 4 თუ 5 კომლის სადმე სხირია, იქვე საყელოში უსათო დუქანია დასკუპებული. აზრი და მიზანი მედუქნისა ყველასთვის აშკარაა, უნდა წოვოს დუქანმა სისხლი და ტვინი ოჯახებისა. ერთი მისი საზოგადოებრივი წამსის გამოხატვა იყო შეუგნებელი და უძდელი ხალხისათვის სილის გაწვნა. სილის გაწვნას ვაჟა არც შინოცნებისათვის ერიდებოდა. ერთხელ დუშეთის ბოქაული სანდრო ოზიევი მისული იყო მაღაროს კარის კანცელარიაში. ვაჟას ეტყობა საქმე ჰქონდა მასთან. ავიდა კანცელარიაში და დაიწყეს რუსულად ლაპარაკი. ვაჟა უცებ რაღაცაზე გაბრაზდა და ბოქაულს სილა გაარტყა. ოზიევი მაგიდაზე დაეცა და მაგის ბიძარე ჩაამტვრია. ბოქაულმა მცველებს უბძანა დაიჭირეთო. ვაჟა მიძრო ხანჯალი, განზე გადგა და რიხიანი ხმით დაუყვირა მცველებს. არ გაინძრეთ, თორემ თქვენი სისხლით შევღება ვიატაკსო. ოზიევი მაშინვე შერიგებაზე წამოვიდა. ვაჟას ხელი ჩამოართვა და რუსულად განაგდეს ლაპარაკი. შემდგომში ოზიევი ისე დაუმეგობრდა ვაჟას, რომ ხშირად სახლშიც კი აკითხავდა და ერთადაც ქეიფობდნენ. 90-იან წლებში რუსეთში გამოჩნდა კაზაკთა ატამანი აშინოვი. მსგავსად ერმაკისა, რომელმაც ციმბირი მიუძღვნა მეფეს, აშინოვი პირობას დებდა ჩვენ იმპერატორს ინდოეთსა და ეგვიპტეს მივართმევ ხანჯლის წერითო. აშინოვი ჩამოვიდა თბილისშიც. გაზეთმა ივერეამ ფელეტონი გამოაქვეყნა მასზე, სასაცილოდ აიგდო. აშინოვი მეორე დღესვე მივარდა რედაქციაში, ხანჯლის თარ ჩაებღაუჭა და თვალები დაუბრიალა რედაქტორს. ეხლავე ბოდიშის წერილი დაწერეთო. ამ დროს რედაქციაში აკაკი წერეთელი და ვაჟა იმყოფებოდნენ. რედაქტორი და აკაკი ძალიან შეშინდნენ. მაგრამ ვაჟა უცებ წამოხდა, სტაცა აშინოვს კისერში ხელი და უყვირა: "ვის აშინებს შენი ხანჯლითაო?" სილა შემოკრა, პანღური ამოარტყა და კიბეზე დააგორა. აშინოვი იმავე დღესვე გაქრა თბილისიდან. სამართლიანობით სილით აღდგენის შემთხვევები ვაჟას ბევრი ჰქონდა, მაგრამ ერთხელ არ გაუმართლა. ერთ დღეს თბილისიდან ჩარგალში ბრუნდებოდა ცხენით, დააღლილი და მოშიებული. ორ წყალში ერთ დუქანში შევიდა, რომ დანაყრებულიყო. იქვე მაგიდასთან 6 ხევსური იჯდა. ვაჟასთან რაღაც წალაპარაკება მოუვიდათ. ვაჟამ არც აცია, არც აცხელა და ერთ-ერთ ხევსურს სილა გაარტყა. ვაჟამ ვერ გათვალა ხევსურების ხასიათი. ეს 6 ხევსური ეცა ვაჟას და მაგრად მიბეგოს. ამაზე ვაჟამ დაწერა ლექსი არწივი. არწივი ვნახე, დაჭრილი, ყორნებს ეომებოდა. ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა. ცალმხარს მიწაზე მიითრევს, გულისპირ სისხლის ცხებოდა. ვაი დედა თქვენსა ყორნებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელა და თორე ვნახავდი თქვენ ბუმბულს, გაშლის გაფანტობს ელადა. ვაჟა თვითონ გაჭირვებული კაცი იყო, მაგრამ ღარიბ ღატაკებს ყოველთვის ეხმარებოდა. ერთხელ მეზობლის ქალი მოვიდა მასთან და შეშივლა. რა ვქნა, ბეჩავები ვარ, საწლები. წუხელ ქმარი მომიკვდა, შიშველ ტიტველია და არ ვიცი რა ჩავაცვა და რითი დავმარხო. ლუკამ თავის ცოლს უთხრა: "წადი, ჩემი ჩოხა ახალუხი გამოიტანე და ამ საწყალს მიეციო." ცოლმა ვაჟას ჩოხა ახალუხი გამოიტანა და ქრის მისცა. შემდეგ ლუკა სახლში შევიდა,
პური და ფქვილი გამოიტანა და ესეც მისცა ქვრივს. აჰა, წაიღე, შებეჩაო, ბალღებს აჭამე და დამარხე ის შენი ქმარი, როგორც მას შეეფერება. ვაჟა ეკლესიაში ნაკლებად დადიოდა. მას ძალიან უყვარდა ხატობაში წასვლა, განსაკუთრებით საბაურთობას. საბაურთობა ვაჟას მამის სალოცავი იყო. ვაჟა არ დააკლდებოდა არც ლაშარობას. ლაშარობა იმართებოდა სოფელ ხოშარას თავზე. ლაშარის ჯვარი თამარ მეფის სალოცავად ითვლებოდა. ვაჟას ხატში მიჰქონდა საკრავი და ღვინო. არასოდეს დათვრებოდა. სულ რამოდენიმე ჭიქას დალევდა და თავს შეიკავებდა. სხვები რო გამოთვრებოდნენ, ვაჟა ადგებოდა და მშვიდი ნაბიჯით სახლისაკენ გაეშურებოდა. ერთ-ერთ ხატში ფშავლები ლუცას სვამდნენ ერთი მუზარადიდან, რომელიც ძველი დროის გამოჩენილ გმირს ხაჭაურს ეკუთვნოდა. ეტყობა ვაჟას რაღაცა არ მოსწონდა ამაში. ერთ დღეს ეს მუზარადი მან თავის სახლში წაიღო. საგულდაგულოდ შეინახა და უვლიდა. 1908 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა მწერალი გრიგოლ რობაქიძე, სადაც მან დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას რობაქიძემ ძირფესვიანად შეისწავლა გოეთეს შემოქმედება. 1909 წელს რობაქიძემ გადაწყვიტა უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია, სადაც ის გოეთეს და ვაჟას შემოქმედების შედარებას აპირებდა. რობაქიძე იმ დილით შემთხვევით შეხვდა ვაჟას ქუჩაში. ვაჟა თავისი ტრადიციული ხურჯინით მიდიოდა ბაზლიდან ჩარგალში. რობაქიძემ სთხოვა ვაჟას, რომ წაყოლოდა უნივერსიტეტში და მოესმინა, რამდენად მართებულად აფასებდა ის თავის ლექციაში ვაჟას შემოქმედებას. ვაჟამ უთხრა, მაინც რას ლაპარაკობ ჩემზე ამ ლექციაშიო. რობაქიძემ უპასუხა, მე თქვენ, ბატონო ვაჟა, გოეთეს გადარებთო. ვაჟას თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. მან უთხრა რობაქიძეს, მე უნივერსიტეტში ვერ წამოვალ, მაგრამ შენ ერთადერთი კაცი ხარ, ვისაც ესმის მე რაც ვწერო. 1913 წელს ვაჟამ უდიდესი სულიერი და მორალური ტრავმა განიცადა. აკაკი წერეთელმა გამოაქვეყნა გაზეთ თემში ლექსი ვაჟა-ფშაველას. ნიშანდობლივია, რომ აკაკი წერეთელი მანამდე იყო გაზეთ კვალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ვაჟას ლექსებს ამ გაზეთში საერთოდ არ ბეჭდავდა. აი ეს ლექსიც. ენას გიწუნე ფშაველო, გოცანო მაღლის ფთისაო, თუმცკი გვითესავ მარგალის, მკითხველიც ამას ვკისაო. ჯერ არ ყოფილ ვარ ფშავეთში, მაგრამ კი ვიცნობ გზნობითა, შენ დამიხატე იცხარე ფშაური ჭკუა გზნობითა, რაც შენ არ გადმოგიცია მის მშვენებაზე ენითა, მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს, შენთავე აღმაფრენითა. ამ ლექსში აკაკი აღიარებს, რომ ფშავში არასოდეს ყოფილა. ესე იგი, ფშავლებისა არაფერი იცის. ვაჟას უწუნებს ენას კუთხურობისათვის, თვითონ კი ხმარობს სიტყვას ყოლიფერს, რაც აშკარად კუთხური სიტყვაა. ვაჟა ყოყმანობდა პასუხის გაცემაზე. ფიქრობდა უაზრო კინკლაობაში არ ჩაუმართვანო. არადა უპასუხო დატოვება არ შეეძლო. დაუმსახურებელ ლანძღვა ვერ იტანდა. ბოლოს მაინც უპასუხა. ბევრი ვიფიქრე ძალიან, თუ რა პასუხი გამეცა. შენთვის ხოვანო პოეტო, დღეც ავფიქრობდი ღამეცა, როз დავაპირე სიტყვის თქმა უცებ თავზარი დამეცა. სიტყვა მოსული სათქმელად ენიდან მომწყდა გამექცა. დავღონებულ ვარ ძალიან, თითქოს სახკარი დამექცა. რა და რა ღმერთი გამეწყრა მარგალიტების მფლობელსა, რომ თავის უშნო ენითა ვერას ვაგონებ შობელსა. ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელსა? რატომ არ გუობს არ ვიცი ამ ხანგს ბუნება ბარისა, აქაც ხომ ქართველები ვართ, ყვავილი აქაც ყვავისა. ხატად მყავ, სალოცად ხატად, მთიერს სამშობლო თავისა და ენა მთისა სიმტკიცით მსგავსია კლდისა სალისა. იქნებ აკლია არ ვიცი ამ ლომს სინაზე ქალისა, ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა. მაინც წინ მივალ მაინცა არ მეშინია შარისა,
გულს მისვენია ხატა და ენა მთისა და ბარისა მე არც 1 კილოს არ წუნობ თუა ქართველი გვარისა მოტაყვანე ვარ ყოვლისა ამათ კბილის და მწარისა სხვა რა მაშინებს ისავ თქვათ დამხჩობი მზის და მთვარისა სამშობლოს დამამხობელი და გამომჯრელი კარისა შობს რომ იმაზე ვიტიროთ მუდამ თქვენი ვარ ამისა ნუ გეშინიათ არ გავნებთ თიდან ყვირილი ხარისა 1913 წელს გამოხდა კრიტიკოსი ვინმე ვართაგავა და უარყოფითად შეაფასა ვაჟას შემოქმედება განსაკუთრებით პოემა გველის ჟამელი ეს პოემა ამ დროისათვის მხოლოდ ერთმა გაზეთმა დაბეჭდა ისიც ნაწილ-ნაწილი მთავარი ბრალდება ვართაგავასი ხალხურიდან გადმოღება იყო ვაჟა იმდენად ურცხვად იყენებს ხალხურ ზეპირ სიტყვიერებას წერდა ვართაგავა რომ ვერ გაიგებთ მის ნაწერებში რა ხალხური და რა ავტორის სეული. როდესაც კითხულობთ ვაჟას პოემებს, თქვენ გონიათ, რომ ვიღაცას უცვლელად ჩაუწერია ხალხში დარჩენილი თქმულებები და თქვენ და დასათქმობა დაუბეჭდიო. იგივე ხალხური ენა, იგივე რითმი, იგივე ხალხური შედარებები, ეპითეტები, იგივე ხალხური რწმენაზე შეხედულება. უნიჭო კრიტიკის პასუხად ვაჟამ 1914 წელს სახალხო ფურცელში წერილი გამოაქვეყნა. ვაჟა წერდა: ბატონ ვართაგავას ძალიან გულით უნდა გაიგოს ამ პოემებში რა ეკუთვნის ხალხს და რა მე როგორც პოეტს. კარგმა კრიტიკოსმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხალხური თქმულება რაც უნდა მდიდარი შინაარსა იყოს, თუ პოეტმა იგი არ გარდაქმნა, საკუთარ სულის ქურაში არ გაატარა და დაწერა ისე, როგორც ხალხი ამბობს, არაფერი გამოვა. ერის გულში ამისთანა ნაწარმოები ბინას ვერ დაიდებს, იქ ვერ დაისადგურებს და ვერც ხელოვნურ ნაწარმოებად ჩაითვლება. ყოველი დიდებული ნაწარმოები შექსპირისა, გოეთესა, ხალხურ თქმულებებზე აგებული. ფაუსტს გოეთემდე ასობით დამტერი ყავდა, მაგრამ გოეთეს გარდა ნამდვილი ფაუსტი ვერავინ დაწერა. რადგან საკუთარმა სულიერმა ქურამ სულ სხვანაირად გადაადუღა ეს ხალხური თქმულება. ასევე დაემართა შექსპირის ჰამლეტს, მეფე ლირს, რომეო და ჯულეტას, იგივე ითქმის დიდებულ შოთაზე და მის ვეფხისტყაოსანზე. ვაჟას დროსაც და მერეც ვერავინ ვერ შეაფასა ჯეროვნად ვაჟას შემოქმედება, განსაკუთრებით პოემები ალუდა ქეთელაური და გველის ჟამელი. სტალინის დროს ხომ ეს პოემები საერთოდ არ იბეჭდებოდა. მე ვთვლი, რომ ალუდა ქეთელაურის და გველის ჟამელის არსი დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი. აი ჩემი ხედვა ამ პოემებისა, ჯერ ალუდა ქეთელაური. ალუდა ქეთელაური შატილიდან იყო. ის დაედევნა თავის სოფლის საქონლის გამტაცებელ ქისტებს. ალუდა დაეწია გზაზე 2 ქისტს, ერთი მალევე მოკლა, მეორესთან მუცალთან ხანგრძლივი ბრძოლის გამართვა მოუხდა. ალუდა ვაშკაცურად იბრძოდა, არა ნაკლებ ვაშკაცურად დაუხდა მას ქისტი. გამასტყვრა მუცალის თოფი, კლდისპირი დაიშლებოდა. ნაძოძი ტყვის ალუდას კალთაში ჩაეშლებოდა. არა გჭირს რა ჯურძაღლო, მუცალი ეუბნებოდა. ნუ გონა ვჭირდეს ჯურძაღლო, ხმასა გუდანის ჯვრისასა, ხმა ალუდაის თოფისა, ჭექასა გვანდაცისასა. შატილიონის ნასროლი ქის უმტრევს გულის ფიცარსა, მუცალს არ სწადის სიკვდილი, ფერს არა კარგავს გლისასა, მაგლეს დაიფენს ყრულშია, წვანე ბალახსა მთისასა, თოფი წალუდას გადუგდო, ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა, ეხლა შენ იყოს ჯურძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა. ალუდას თოფი არ უნდა ატირდა როგორც ქალიო, თავით დაუდვა ხანჯალი, მკლავზე ფრანგული ხმალიო, მარჯვენას არ სრის მუცალსა, იტყოდა ცოდვარიო, ვაშკაცო ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო. ალუდა რომ შატილში დაბრუნდა, შატილიონელები ძალიან გაწყდნენ. ალუდამ ხომ ქისტის მოჭრილი მარჯვენა არ მოიტანა. შატილიონელებმა ჩაათვალეს, რომ ის ღდალად მოიქცა.
თემი ალუდას გადაუდგა. მიუხედავად ამისა, ალუდა კიდევ ერთხელ წავიდა თემის წინააღმდეგ. ხატობის დროს მან მუსლიმი მუცალის სახელზე კურატისკი დაამწყალობა და შესწირა ხატს. ვის ამწყალობებ ალუდავ, ამა კურატით შავითა. ჰკითხავს ალუდას ხუცესი, გადაწეულის მკლავითა. ეგ სამხვეწროა ბერდიავ, ძოღან მოკლული ქისტისა, მუცალს ეძახდნენ სახელად, მოუნართლავის შვიდისა. გაურჯულებულს არჯულებ, შენეგარ შაგიხტებისა, ქისტისა საკლავის დაკვრა, კარგად არ მოგიხტებისა. გაჯავრდა ქეთელაური, ფერი დაედო მგლისაო. ხელი გაიკრა ფრანგულსა, შუქი აღმოხდა მზისაო. უქნივა მოზვერს ქედზე და თავი მიგორავს ძირსაო. არალად კონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გირსაო. ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ. მარტო ჩვენ გვსდიან დედანი. ჩვენ ავცხონდებით, ურჯულად კუფში მოველით ქშენანი. ალუდა თემმა მოიკვეთა. ის იძულებული იყო შატილიდან გადახვეწილიყო თავის ოჯახთან ერთად. ერთხელ მოუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნდა თავისას. მშვიდობით საჯი ხვეებო, გამხარებელნო თვალისა, მშვიდობით ჩემო სახკარო, გულში ამშლელო ბრალისა. მშვიდობით ჩემო ბატონო, ყმათა მომცემო ძალისა. ამ პოემის უკეთ გასაგებად მე მოვიყვან ლევ ტოლსტოის აზრს, რომელიც მან მოთხრობა ხაჯი მურატის წერის დროს გამოთქვა. მე მინდა დავხატო სანიმუშო ადამიანი, როგორც შესანიშნავი ეგზემპლარი ცხოველისა ადამიანთა ჯიშიდან. ეს შესანიშნავი ეგზემპლარი ადამიანთა ჯიშიდან გახდა სწორედ ტოლსტოის მოთხრობის გმირი ხაჯი მურატი. მოთხრობის მიხედვით ქრისტიანი რუსები, ანუ მათი სამხედროები, დაიჭერენ და მოკლავენ ხაჯი მურატს, მუსულმანს, სხვა რელიგიის წარმომადგენელს. ხაჯი მურატის მოჭრილ თავს ისინი ჩეჩნეთში, სოფლიდან სოფელში დაატარებდნენ ხალხის შესაშინებლად. ბოლოს ერთ-თავიან გამაგრებაში მიიტარეს, სადაც მანამდე ხაჯი მურატი ერთი პოლკოვნიკის სახლში ცხოვრობდა, როცა ის თავის ოჯახის დახსნას ცდილობდა შამილის ტყვეობიდან. პოლკოვნიკის სოლი მარია დიმიტრევნა იყო სიკეთით აღსილი რუსის ქალი. მას ძალიან შეუყვარდა ხაჯი მურატი, როგორც თავდაბალი, თავაზიანი, ძილობიანი კაცი. ის ძალიან განიცდიდა, რომ ხაჯი მურატი ამაოდ ცდილობდა თავისი ოჯახის დახსნას შამილის ხელიდან. ხაჯი მურატის თავი გამაგრებაში რომ მიიტანეს, თვრალი რუსი ოფიცრები შემოეხვენ გარშემო ჯვალოს სტომრიდან ამოღებულ ხაჯი მურატის მოჭრილ თავს. რუს ოფიცრებს უხაროდათ, რომ მათი მტერი მუსულმანი მოკლეს, იღრიჯებოდნენ და ქილიკობდნენ. მაგ ადგილას მივიდა მარია დიმიტრევნაც. დახედა ხაჯი მურატის მოჭრილ თავს და უცებ დაიყვირა. არ გაბედოთ, თავი დაანებეთ, თქვენ მკვლელები ხართ. ვერ ვიტან მკვლელებს, ყველაფერს ცოცხალს ანადგურებთ, მიცვალებული მიწას უნდა მიაბაროთ, თქვენ კიდე გეხართ აქ და ქილიკობთ. ალუდას მიერ მუცალის მოკლა, სწორედ ბუნების საუკეთესო ეგზემპლარის მოკლა იყო. ეხლა გველის ჭამელი. ძველებური ამბავი. ხევსური მინდია ჩაუვარდა ტყვედ ქაჯებს. 12 წელიწადი ტყვეობაში გაატარა. ვეღარ გაუძლო მინდიამ ტყვეობას და გადასწყვიტა, რომ თავი მოეკლა. ამისათვის მან გველის ხორცის ჭამა, რომელსაც ქაჯები კერძად ხმარობდნენ. მაგრამ ხოი საოცრებაო, ის კი არ მოკვდა, არამედ სიბრძნე შეიძინა. მინდიამ ტყვეობას თავი დააღწია. მას მერე მინდიას ესმის ფრინველთა გალობა, ცხოველთა ენა, მცენარეთა ხმა. ის იწყებს ლაპარაკს დედამიწასთან, ცასთან, დღესთან. მინდია თავის თემში ბრუნდება. მისი სიბრძნე მის მეომარ თანასოფლებს გამოადგება. ომის დროს ის კარნახობს ხევსურებს მარჯვე საომარ ადგილს ბრძოლის გასამართავად. სანამ მინდია ბელადობს ხევსურებს,
ისინი ყოველთვის ამარცხებენ ქისტებს, თურქებს და ლექსპარსელებსაც. თამარ მეფე აღტაცებულია მინდიას სიბრძნით და გმირობით. გვირგვინოსანი თამარი სულ მუდამ იმის თქვენია, ოღონდ მინდია თან მყავდეს, მასთან მთიელიერია, რაც ძალიან ეცადოს, არას დამაკლებს ტერია. იცის მტრის დასამარცხები და შემუსვლელი ფანდია, თუ დააჭრის ცოცხალს მიუსწრო, ნუ აქ სიკვდილის დარდია. როცა გაზაფხული მოდის, მინდია შემოივლის ხოლმე მთაბარს. ყველა მცენარეს, ბალახს, ყვავილს გამარჯვებას ეუბნება. ისინიც გაგიმარჯვეს და პასუხობენ. მერე ეს ბალახები და ყვავილები ეუბნებიან, მე ამის სამალე ვარ, მე კიდევ ამისიო. მინდიაც მოსწყვეტს მათ და წაიღებს ხოლმე სოფელში ხალხის სამკურნალოდ. ერთხელ ხეს შემოუქნევს მინდია ცულს მოსაწრილად. ხე ეუბნება, ნუ მომკლავ მინდია, ნუ დამიბნელებ ზეს. უიარაღო რომ ვარ, იმიტომ მიბრიყვებ. მინდიას მკლავები დაუდუნდება, ხეს არ მოშლის. სახში რომ მივა, ღველბზე აამთებს თივას, ჩალას გამხმარჯოყრებს. სხვებსაც ურჩევს, კაცებო, ცოდვას ნუ ჩაიდენთ, ნუ მოშლით ცოცხალ ხეებს. დაჟერდით ჩალას, თივასა და ჯოყრებს. მაგრამ მინდიას რჩევას არავინ უსმენს. ამისთან არჩევა ბოდვად მიაჩნიათ ხელსურებს. მათ სწამთ, რომ ხეები ღმერთს გაუჩენია მათ მოსახმარად. მინდია ყანას რომ მკის, გიშსა და გადარეულს ემსგავსება. ისე ჩქარა მკის, რომ მეზობლები ეკითხებიან, რატომ იქცევ ასე? ის პასუხობს, არ გესმით კაცნო, როგორ მელაპარაკებიან თავთავები, როგორ მთხოვენ, რომ ჩქარა მომკა ისინი, რომ სეტყვა არ მოვიდეს და მთლიანად არ გააფუჭოს ხანა, რომ კაცნი უსაზდოოდ არ დარჩენ, სურთ, რომ პურად იქცენ, რომ შიერნი მათით გაძნენ. გუდანში ხატობა აქვთ ხელსურებს. ლაპარაკობენ ომზე, საგმირო საქმეებზე, ჟელობენ გველის ჭამელის ცოდნაზე. ხელსურებს უკვირთ, თუ მინდიას ესმის ხეთა და ქვათა ლაპარაკი, რატომ მათ არ ესმით? ისინი ამბობენ, მინდია რაღაცა სრობსო. ჩვენც გვაქვს ყურები, რატომ არ გვესმის, რაც მინდიას ესმის? ჩვენც გვაქვს სიბრალული ხეთა, ქვათა, ბალახთა და ცხოველთა, მაშინ ადამიანებს არ ნახოცავდეთ, ჩვენს მტრებს? ადრე მინდიაც აყენებდა მტრის გვამების გროვას. ჩვენ რა არ უნდა ვხოცოთ ჩვენი მტერი, ვინც მამულს გვირბევს, ცოლებს გვართმევს, ჩვენს ჯულს გვიშლის. მინდიაც ხატობაში ზის. ერთ მხარეს იყურება და სტირის. ხევსბერი ეუბნება, რატომ არ გვიგდებ ყურს, რატომ სტირი? მინდია პასუხობს, აგერ იმ ჩიტებს ხომ ხედავ იფნის ქვეშ რომ ზიან ლოდებზე. ერთი მეორეს უამბობს შვილების სიკვდილის ამბავს. მარჯვნივ მჯდომარე დედა, მარცხნივ კი ამბის მომყოლი. მთელი ხელსურების კრება ჩიტებს გახედავს. ამ დროს დედა ჩიტი ლოდიდან მიწაზე გადმოვარდება და მოკვდება. ხელსურები გაუცებულები შეხედავენ ერთმანეთს. ნუ თუ ასეთი ცოდნა, როგორც მინდიას აქვს, კაც შეიძლება კონდეს. კი იგრძნობენ მინდიას მისნობას, მაგრამ გონებით ვერ იგებენ. შინ რომ ბრუნდებიან, განაგრძობენ ბალახის ციბვაჭრას, ნადირის ხოცვას, შეშით კერის დამთებას. მინდიას მიერ ნადირის არკვლა, ხეებისარმოჭრა დაეტყობა მისი ოჯახის კეთილდღეობას. მისი ცოლი მზია სულ ეჩხუბება, რომ მას ოჯახში აღარ შემოაქვს ხორცი და შეშა. მზია ჩაშიშინებს, რომ ასე უხორცოდ მათი შვილები მტრის ვაშკაცურად დამხვედრ კაცებად ვერ გაიზრდებიან. მინდია ნელ-ნელა მიჰყოფს ხელს ოჯახურ საქმეებს. ჯერ ერთ ჭანდარს მოჭრის და სახში მიიტანს, მერე მეორეს. ნადირის ხოცვასაც მიჰყოფს ხელს. მინდია კარგავს თავის ცოდნას. ამ დროს ხელსურებთან საუმრად წამოვიდა ქისტების დიდი ლაშქარი. ყველა ომისათვის ემზადებოდა. ხელსურები ელოდნენ მინდიას რჩევას, თუ სად დახვედროდნენ მტერს. მაგრამ მინდია ეუბნებოდა, რომ ვეღარ აფერს ურჩევდა, რომ მან ძველი ცოდნა დაკარგა.
ხევსურები მაინც ითხოვდნენ მინდიასგან, რომ ბრძოლის ადგილი ეჩვენებინა. კარგია, რა ვქნა, არ მწადდა, ჩავრეულიყავ რჩევაში, გეტყვით, რადგანაც ჩამგსოვეთ ამდენს ფიცსა და წყევაში, სხვა სფერას გირჩევთ, დაუხდეთ ქისტებს მოწამლულ ხევაში. 2 დღე გრძელდებოდა ბრძოლა. მინდია ისე იწევდა მტრის შუაგულში, თითქოს სიკვდილი ეწადა. ხევსურებმა, რომ ნახეს მისი თავგანწირვა, ძალით გამოიყვანეს ბრძოლიდან. ხელფეხი ყაბალახით შეუკრეს და დააწვინეს მიწაზე. კითხეს, კაცო, რადიკლავ ძალა თავს, ძალით სიკვდილი გწადიან? ხევსურები გაბრუნდნენ ომში. შებოჭილი მინდია მარტო დატოვეს. მინდია გმინავდა, ცდილობდა ხელფეხის განთავისუფლებას. ბოლოს, როდესაც მან შეიხსნა ყაბალახი, ის ფეხზე წამოდგა და დაინახა, რომ მისი სოფელი მთლიანად იწოდა. მინდიამ ხმალი ამოიწვა ქარქაშიდან, გულზე მიიბჯინა წვერით და გულმკერდით ზედ დაემხო. მკერდიდან როგორც წყარო წამოვიდა სისხლი. მინდიამ თავი მოიკლა. თვარემაც გამოაშუქა საჯიხვეების სერითა და დააცქერდა თავის მკვდარს მოზარე ქალის ფერითა. რუსი თეოლოგი და ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში წერდა: საზოგადოებრივ ცხოვრებაში უპირატესობა ეკუთვნის კულტურას. საზოგადოების მიზნები ხორციელდება არა პოლიტიკაში და ეკონომიკაში, არამედ კულტურაში. კულტურის მაღალი დონით იზომება საზოგადოების ხარისხი. პლებეურ საზოგადოებაში შემოქმედი და დახვეწილი ადამიანები გრძნობენ თავს მარტო. მათ არავინ აღიარებს და მათი არ ესმით. ჯერ არასოდეს ყოფილა ესეთი მწვავე კონფლიქტი მაღალი კულტურის უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, როგორც ჩვენს დემოკრატიულ საუკუნეში. ეს კონფლიქტი აუტანელ დარდს იწვევს ჩვენი ეპოქის საუკეთესო ადამიანებში. თქვენ, დემოკრატიული მწამსის მატარებელნი, არ იცნობთ ამ დარდს. თქვენთვის კულტურა არის მხოლოდ საშუალება თქვენი პოლიტიკის და ეკონომიკის მიღწევებისათვის, მხოლოდ იარაღი საყოველთაო კეთილდღეობის, კულტურა მხოლოდ მასებისათვის. ვაჟა, როგორც მწერალი, ბერდიაევის აი ამ მოსაზრებების პირდაპირ მაგალითია. ვაჟა მსოფლიო მაღალ კულტურას ეკუთვნის, როგორც გოეთე, როგორც ტოლსტოი. გოეთე პანთეისტი იყო, მას სწამდა, რომ ბუნება არის ყველაფრის დასაბამი და დასასრული. გოეთე ეკლესიაში არ დადიოდა. ვაჟაც ნაკლებად დადიოდა ეკლესიაში. ის უფრო ხშირად წარმართულ ხატობებს ესწრებოდა, სადაც პანთეიზმის სულის უფევდა. ტოლსტოის საერთოდ არ სწამდა ეკლესია და ის ეკლესიამ მოიკვეთა. გოეთეს, ტოლსტოისაც და ვაჟასაც სწამდათ ქრისტე როგორც ადამიანი და მისდევდნენ მის მცნებას. საბედნიეროდ, ვაჟას ცხოვრების დროს იყვნენ ისეთი ქართველი მწერლებიც, რომლებიც ვაჟას ცხოვრებას და ნიშს ძალიან მაღლა აყენებდნენ. ესენი იყვნენ დავით კლდიაშვილი, გიტა აბაშიძე, დომენიკა ერისთავი და სხვები. თავადის ქალმა დომენიკა ერისთავმა, რომლის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო განდეგილი, გამოაქვეყნა სახალხო გაზეთში წერილი, სადაც დააყენა ვაჟასადმი ყურადღების გამოჩენისა და მისი სამწერლო მოღვაწეობის 35 წლის იუბილეის გამართვის საკითხი. განდეგილის მოწოდებას გულმხურვალე გამოხმაურება მოჰყვა მწერალთა საზოგადოებაში. ალაპარაკდნენ ვაჟასათვის საიუბილეო საღამოს გადახდაზე. საიუბილეო საღამო 1915 წლის გაზაფხულისათვის დაინიშნა. ვაჟა ამ დროს თავის სახლში იყო ჩარგალში. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. მისი ფილტვების დაავადება გართულდა. შინაური წამლებით კურნალობდა. დიდგურას ყვავილის, თავშავას, პიტნის, ჟოლოს ნაყენებს ასვამდა. ვაჟას თბილისიდან შეატყობინეს მისი საიუბილეო საღამოს მოწყობის შესახებ. ვაჟამ გადაწყვიტა თბილისში წასვლა. რასაკვირველია, იუბილეზე დასასწრებად
მაგრამ უფრო ექიმებთან სამკურნალოდ. ხინკლის უჭმელად არ უნდოდა რომ თბილისში წასულიყო. თავისიანებს მეზობლის ბიჭისათვის დაეძახებინა, რომელმაც ხინკლის გულის კარგი დაკეფვა იცოდა. ამოვიდეს ხინკლის გული დაგვიკეფოსო. ვაჟას თვითონ უყვარდა ხინკლის გულის გამზადება, სხვას არავის მიაკარებდა, მაგრამ ეხლა არაფრის თავი აღარ ქონდა. ჰაი დედასა, კიდევაც ამოიგმინა ვაჟამ. დაკაფე შვილო, ერთი კაი ხინკალი აჭამე ბიძას და მე რაც იქნებაო. იცი სად მივდივარ? ქალაქსა სამკურნალო და უპასუხა მეზობლის ბიჭმა. არა, ტყუილია, ვინა თქვა? სამკურნალოდ კი არა, ნიკოლოსთან მივდივარ რუსის ხელმწიფესთან საომრად. ერეკლეს გვირგვინი უნდა ჩამოვიტანო. ჯერ არ მომკვდარა ვაჟა. დაინახავ თუ ვერ გავაკეთებ. რა დროს ავადობა და ლოგინში წოლა, ქვეყანას შველა უნდა. 1915 წლის აპრილში ჩამოვიდა ვაჟა თბილისში. თბილისის სადგურიდან მომავალს ვერის აღმართან თავისი ძმა სანდრო დახვდა. ვაჟამ ხურჯინი მიაწოდა ძმას. ნაბადი კი არ მისცა. უთხრა, ისევ ავად ვარ, ვაი თუ გავცივდეო. თბილისში ხმა გავცელდა. ვაჟა ფშაველა მძიმე დაავადებული ჩამოვიდა, შეიძლება ვეღარც გადარჩესო. გაზეთმა საქართველომ გამოაქვეყნა პროგრამა სამ განყოფილებიანი ვაჟას იუბილესი და ვაჟას მეგობრული შარჟი. სურათზე გამოსახულია, როგორც ხედავთ, დაკერებულ ჩოხიანი გოლიათი, რომელიც შვიდა დასკერი ზემოდან მის წინ მოგროვილ ფრაკიან კაცუნებს. კარიკატურას ქვეშ წარწერა ჰქონდა. აჰა, როგორც იქნა, შემნიშნეს. საიუბილეო საღამო დაინიშნა 23 მაისს. საღამო მიყავდა ქართველ მწერალთა საზოგადოების თავმჯდომარეს გრიგოლ ცხილაძეს. ვაჟას შემოქმედებაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა გრიგოლ რობაქიძე. რობაქიძემ თქვა: ყოველ მგოსანს ერთი იდუმალი ჟამი აქვს, როცა მას მუზა ეწვევა. ყოველ ხელოვანს ერთი ფარული ადგილი აქვს, სადაც იგი მუზას ნახულობს. ეს ის ჟამია, როცა იგი მეორედ იშვება, ეს ის ადგილია, სადაც ის გარდაიქმნება. მისი პოეტური ჟამი წარმოიშვა, როცა ბუნებამ პირველად აიხსნა თვალი. მისი მგოსნური ადგილი გრძირაც გამოიჭრა. აქ არის სათავე პანთეიზმისა და ვაჟა ფშაველა უცილობლად პანთეისტია. ბუნება მისთვის ცოცხალი არსია, ლოგოსია. აი სათავე ვაჟას პოეტური გენიისა, ლოგოსის გარეშე მისი პოეტური სიტყვა, ხოლოდ ჭრელი სიტყვა იქნებოდა. თავისი აზრის გასამტკიცებლად გრიგოლ რობაქიძე შეეხო ცლად ვაჟა ფშაველას პოემას გველის ჟამები. იგი ამ პოემაზე შეჩერდა არა მარტო ვაჟა ფშაველას ნიჭის საქებრად, არამედ ქართველთა გენიის დასამტკიცებლად. საღამოს ბოლოს ქართველმა მწერლებმა თვით იუბილარი ვაჟა გამოიყვანეს სცენაზე. მან რამოდენიმე თავისი ლექსი წაიკითხა. პოეტის დეკლამაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საღამოს დამთავრების შემდეგ ორთაჭალის ბაღში ვახშამი მოაწყვეს. თეატრიდან გამოსული ვაჟა პირდაპირ ჩოხის ამარა წაიყვანეს სუფრაზე. ნავდრალი იყო, ეს არავის გახსენებია. მაისის ბოლოს ორთაჭალაში მტკვრის პირას საკმაოდ გრილოდა. ვაჟამ ჩანს დაიმორცხვა, ნაბადი მოეტანინებინა და ისე დამჯდარიყო სუფრაზე. რა კი საზოგადოებამ დააფასა, თვითონაც არ დაზოგა თავი, ღვინო სვა სუფრიდანაც არ წასულა. გამთენიისას იგრძნო, რომ უარესად გაცივდა. შინ მისულმა სანდრო შეშვილმა, წამათრიეს კაცმა გოჯა ხქორემა და ეს ავანტყოფი კაცი უარესად გამაციესო. ჩაწვა ლოგინში და ერთი თვე ისე გაატარა სანდროს ბინაში. დადგა თბილისის აუტანელი სიცხე. ვაჟა იმიდღა იქცევდა სულს, რომ მთელი დღე მთაწმინდის მთას გაყურებდა ღია სარკმლიდან თავის საყვარელ მთებს მონატრებული. ვაჟა სანდროს ბინაში მოინახულა ექიმმა გომართელმა და ვაჟას მდგომარეობა მძიმედ შეაფასა. ექიმი ნინო ციციშვილი იგონებდა.
ივნისის პირველ რიცხვებში გომართელის დავალებით წავიყვანე 2 სანიტარი, დავიჭირეთ ეტლი და მივედით მლეთის ქუჩაზე ვაჟას ძმის ბინაში, სადაც იწვა ავანტყოფი ვაჟა. რომ შევედით, მძიმე კვნესა მოგესმა. ტაღზე ულოგინოთ, ნაბად წამოსხმული იწვა გაუხდელი წვერები გაუპარსავი ვაჟა. ნაბადი გადავხადე და ვნახე, რომ ძალიან ოფლიანი იყო. თეთრეული მთლად ოფლით იყო დასველებული. მაღალი სიცხე აწუხებდა, ისე იყო დასუსტებული, ლაპარაკის ღონეც აღარ ჰქონდა. ნინო ციციშვილმა ვაჟა ერთ-ერთ ლაზარეთში გადაიყვანა. ვაჟას ლაზარეთში დიდი მზიანი პალატა გამოუყვეს. გამოუცვალეს ოფლისაგან სველი საცვლები, გაპარსეს და დაანაყრეს. ყველა თავს დასტრელებდა. გაიმართა ექიმების კონსილიუმი, რომელსაც დაესწრენ სიმონ ვირსალაძე, ივანე გომართელი, გრიგოლ მუხაძე, შალვა მიქელაძე და ვლადიმერ მახვილაძე. კონსილიუმის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაჟას გვერდში წყალი ედგა. სველი პლევრიტი ჰქონდა. მოიწვიეს ქირურგი მუხაძე, რომელმაც 5 ივნის დიდძალი წყალი გამოუშვა ვაჟას ფერდიდან. ამის მერე ავანტყოფი უკეთ გახდა, მაგრამ შემდგომ სიცხემ უმატა, თავს ცუდად გრძნობდა. მისი ფიქრი და საწუხარი ამდენი ხნით მიტოვებულ ოჯახს დასტრიალებდა. ეხლა ზაფხულში უამრავი საქმე იყო სოფელში. სათიბი, სამკალი, თივა, ძნა. თუ ეხლა არ მოიმარაგებდა ყველაფერს ვაჟას ოჯახი, ზამთარში ამოიხოცებოდა. რას გასწდებოდა მისი ცალად დარჩენილი მეუღლე. ვაჟა წერილით შეეხმიანა თავის ოჯახს. ჩემო ჯალაბნო, მე დიდი ავადობა და მწუხარება გამოვიარე, ხოლო დღესდღეობით კარგად ვარ, მაგრამ ექიმები წამოსვლის ნებას მაინც არ მაძლევენ. თქვენ იცით, მან დაურობას როგორ შეინახავთ და გაუფრთხილდებით. გასათიბს თვალი უნდა დაავლო ჩქარჩქარა, თორემ ხო იცით ეხლანდელი ხალხის ამბავი. 12 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთში, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში იყო განლაგებული. 17 ივნისს შესდგა ექიმთა ხელმეორე კონსილიუმი. გამოირკვა, რომ ავანტყოფს კვლავ ჩაუდგა სითხე მარჯვენა გვერდში. მდგომარეობა სერიოზული იყო. სისუსტის გამო სითხის გამოშვება შეუძლებელი გახდა. მხოლოდ წამლებს ასმევდნენ. 21 ივნისს სიცხემ ცოტა დაიკლო და თავი უკეთ იგრძნო. პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა წერილები ვაჟას ავანტყოფობის შესახებ. ყველა კუთხიდან მოდიოდა წერილები. ზოგი ხალხურ სამკურნალო საშუალებებსაც თავაზობდა ვაჟას. ვაჟა ყველას თავის გამხდარ მკვლავებს უჩვენებდა. ნახეთ რა მექნა თბილისის სიცხემო. როგორმე მთაში წამიყვანეთ და ნახავთ იქ თუ არ მორჩებიო. ექიმებმა გადაწყვიტეს სურამში გაეგზავნათ ვაჟა. გააგზავნეს კიდეც ხალხი ბინის დასაქირავებლად. ვაჟას უთხრეს, შენი ჰაერზე გაყვანაა საჭირო. სურამში უნდა გაგაგზავნოთო. სურამში კი არა, თუ წამლები აღარ მჭირდება, ფშავში წამიყვანეთ და იქაური ჰაერი და წყალი ნახეთ როგორ უცებ მომარჩენსო. ვაჟამ წერლებს შიომ ღვიმელსა და სანდრო შანშიაშვილს თხოვა. მამა დავითის ეკლესიასთან კლდეში რო წყარო გამოდის, იმისი წყალი როგორმე ჩამომიტანეთო. ჩვენი მთის წყაროებს ის უფრო გავს და იქნება მომასულიეროსო. მეორე დღეს დოქით ჩამოუტანეს წყალი. დოქითვე მიიყუდა და დალია. ბავშვობიდანვე ესე უყვარდა წყლისმა. ვაჟამ ეხლა მინდვრის ყვავილები და ბალახი მოითხოვა. თაში მათი ხილვის იმედი აღარ ჰქონდა. მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს შეეხვეწა. ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო მინდვრის ყვავილები და ბალახი დამეყარეო. თხოვნა მაშინვე შეუსრულეს. იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მოუყარეს ყვავილები და ბალახი. ამ ყვავილიანმა საწოლმა თავის საყვარელ არსებათა შორის წოლამ თითქოს გამოაცოცხლა ვაჟა. თავი უკეთ იგრძნო. ხალისიანად დაიწყო საუბარი ჩარგალზე, თავის ყოფაზე, თავის საქმიანობაზე. შიგა და შიგ ხუნჯობდა კიდევაც და ამ ლაპარაკში ჩათვლინა.
შუა დღეს მერე გაეღვიძა და მოწყალების დას კითხა, რომელი საათიაო? 3-აო რომ უთხრეს, გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა. მიკვირს 3-მდე როგორ ვიცოცხლეო. ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო. მერე ჩურჩული დაიწყო, თავდა ხუჭულმა. დამლაგებელმა ვინმე მაისურაძემ ყური ახლო მიუტანა და ძლივს გაარჩია სიტყვები. ვაჟა უკანასკნელი ამოსუნთქვისას ლექს კითხულობდა. მოხთალო თუთი სოფელო, ტანჯული შვილი გშორდები, თუ ვინმეს ვალი მიმყვება, იქიდან გაუსწორდები. საღამოს 7 საათზე ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა. ეს მოხდა 1915 წლის 27 ივლისს. ერთხელ იქნება მოვკვდები, მივებარები მიწასა, გულსა და გზნობა შეურევ, ცივი სამარის ქვიშასა, ჩემს გულსა დაერევიან, გაშმაგებულნი ჭიანი, ვეღარ მიშველის ქვითინით, ჩემი ლამაზი თმიანი, ტყუილად აღშფოთდებიან, ჩემი წაწავნიანი. ამაოდ ჩამოსხდებიან, ციდან ვარსკვლავი ბარადა, 100 წელს გლოვაზარს მდინარე, მაღლით მომხდომი ჩქარადა, მოსკდება კლდისა ნაპირი, ჩაიჭედება ჭალადა, ვახმე რომ მათ ვეღარ ვნახავ, გადაქცეული მკვდარადა. ეხლა ბოლო თქმა. ვაჟას ამ მოთხრობას კლდემ მხოლოდ ერთხელს თქვა, რატომღაც არასოდეს არავინ ღრმად არ ჩაკვირვებია და მისი შინაარსი ბოლომდე არ გაუგია. გამარჯვებაო, რამდენჯერმე უთხარ დიდ საზარელ კლდეს, მაგრამ ყური არ მიგდო, იდგა თავისთვის დინჯად, ყურსაც არ ებერტყავდა. ხომ არ დაგეძინა შაუკლდეო, ნაღველით შედედებულო, უბედურო, უდაბურო, კაცი ვარ, სალამს გაძლევ, რატომ ბოდიშს არ იხდი? ბოდიში? სკვა კლდემ და შუბ შეკლმა გადმომხედა ზემოდან. რას ეძახით კაცნი ბოდიშს? ხო, ვიცი, ერთმანეთს სულ მუდამ დღე გამარჯვებას ეუბნებით ენით, ხოლო საქმით ერთ-ურთის დაღუპვაზეც დგეხართ. კლდე იმით არის კლდე, რომ ენას ტყუილად არ ატარტალებს წარმოუყუღმა. როგორ გაგეხარდებოდა, შენს გამარჯვებაზე გაგიმარჯოს შენ გენაცვალე რომ ეთქვა. ჩვენ კაცნი ამას დილობას ვეძახით. უგემურად გაიღიმა. უძდელთ ვინ მოგცათ დილობა. ერთმანეთს შამთ, ერთმანეთს ძლეთ, ვითომ კლდე ბრიყვია არ იცის ოგონიათ. ვიცი, დიდი ხანია აქედან დავყურებ ქვეყანას, რაც იქ სისხლი და წრემლი დაღვრილა, აქ ჩემ გულში გუბდება. უნდა გაიცნოთ ჩემი გული, უნდა ჩაიხედოთ შიგ, იქნება მაშინ აღარ გეუშნოთ, აღარ შემიჯავროთ. ახრა კარგად ლაპარაკობ. რომ ჩამოხვიდოდე სოფლად და კაცთა შორის დაიწყებდე საუბარს, რა დიდ მადლს იზამდი. მერე როგორ უჭირს ქვეყანას, კარგი მთქმელი, კარგი ჩამგონებელი, კაცი კაცს არ უჯერებს, კარგსაც რომ ეუბნებოდეს. ძალიან ცოტა ხნის გამარჯვება მექნებოდა. ბოლოს ისევ ცილი სამება, მეძაობა, შური იჩენს თავს. იტყვიან, მოჩვენება, კლდეს როგორ შეუძლია ადამიანივით საუბარი. ამტრიეთ კლდე, ვისაც რაში გესაჭიროებათ. ჩაყარეთ ლიბოსახლისა, ააშენეთ კედლები, დააგეთ ფილაქანი, გათალეთ საფლავის ქვები. ეგრე რომ არ იყოს, ეგზნე რომ არ ვიცოდე კაცისა, დღეს მე მთელი ქვეყნის თვალწინ გავფენდი, რაც კაცობრიობას ცოდვა ჩაუდენია. მაგრამ ამაო შრომა იქნებოდა, კაცმა უნდა სცოდოს, შეცდომა ჩაიდინოს, რომ მერე თავის ცოდვები და შეცდომები მოინანიოს. ესა მისი სიცოცხლე. როგორ გულით მონდომებული ვარ, ადგილიდან დაიძრა. გახვიდე ხალხში და იქადაგო. რა მშვენიერი სურათი დამიდგებოდა თვალწინ, აუარებელი ხალხი და მათ შუაში ჩამდგარი შენ კლდე. მე რას ვიტყვი ისეც, შენ რომ არ შეგეძლოს ამის თქმა, უპასუხა კლდემ. რისა მაგალითად? მხოლოდ 3 სიტყვისა, გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი,
შენ გონია რამე ახალს გასწავლი? დედა ამას უნდა ჩაშიშინებდა შვილ საკვაში ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვეღარა მოიშალოს ადამიანის გულიდან. როგორც ჩემ კერძე ვერაფერი ამოშლის წყალთა და ზვავთა ნაკვალევს. რომ ის პატარა ბუშტი ლეშისა, რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს მხოლოდ ერთ სიტყვად გიყვარდეს. თქვა ეს და დადუმდა. დაბლა ხევებიდან მოაწვა შავი კუპრივით ნისლი და კლდეს სრულიად დაიფარა. ბევრი ვეძახე, ბევრი ვემუდარე, კიდევ ხმა გაეცა კლდეს ჩემთვის, მაგრამ ამაოდ ხმას აღარ იღებდა. დაიწყო მთიდან ცივმა ქარმა ქროლა. ცივ ჟინჟს წვიმისას პირზე მაშლიდა და ჩემს სრემლებს უერთდებოდა. მერე კიდევ მივდივარ ხოლმე კლდესთან იმ იმედით, რომ გამოვესაუბრო, მაგრამ ამაოდ. ის აღარ იღებს ხმას. გადაიცვა მსტანზე ჯავშნად შავ ჯახს და სამუდამოდ არის დადუმებული.